ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი კონტე ჯგუფი საქართველოში წარმომადგენლობით ოფისს ხსნის გადაწყვეტილება ამის შესახებ საინვესტიციო ჰოლდინგის პრეზიდენტმა კურტ კონტემ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას წარმოადგინა. შეხვედრაზე ამერიკული ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ გამოხატა სურვილი განახორციელოს ინვესტიციების სხვადასხვა სფეროში. უკვე გადაწყვეტილია, რომ კონტე ჯგუფი თბილისში ამერიკულ საავადმყოფოს ააშენებს, სადაც ის ინვესტიციის სახით $100 მილიონი გეგმავს. მათ სურთ, რომ ფართო მასშტაბით შემოვიდნენ ინვესტიციები საქართველოში. პირველ ეტაპზე განსაზღვრული აქვს ამერიკული ჰოსპიტალის დაფუძნება საქართველოში და $100 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელება ამ მიმართულებით, სადაც 400-მდე ადამიანი დასაქმდება და ეს იქნება საერთაშორისო ამერიკული სტანდარტების ჰოსპიტალი. აეროპორტთან ახლოს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ასევე მათ აქვს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ მყარი ნარჩენების გადამუშავების პროექტში და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.